ეს ორი პატარა ბავშვია. გაბრიელი და ლუკა. აი, ჩვენი ლუკა. თან მეგონი თმები ცოტა მიუგავს. გაბრიელი და ლუკა. ეს პატარა ბავშვები ერთად დაიზარდნენ და ოცნებოდნენ რომ გავიზრდებითო. მოდიო თითო სახლი ავაშენოთო და იქ მერე ბედნიერად ვიცხოვროთ. ოღონდ ორივე ერთნაირად შრომის მოყვარი არ არის. ეს ცოტა გაძრომა უყვარს, ცოტა იოლი გზების პოვნა უყვარს. მეორე უფრო მეტად შრომის მოყვარია და ნახეთ ეხლა რა ხდება. ნახეთ რა ხდება. აი გაბრიელმა გადაწყვიტა რომ თავისი სახლი კლდეზე აეშენებინა. ეხლა წარმოედგინა სახლს რო აშენებ, ის უნდა ამოთხარო, საძირკველი უნდა გაუკეთო, აი ბეტონი ჩაასხა, ხო მართალია რომ მყარად იყოს. ესეც თხრის, აქ ამოთხრა გაცილებით ადვილია, ხო მართალია, ქვიშაა და უცბად ჩაარჭობ ბარს და ამოიღებ ქვიშას და აქ ძალიან რთულია. მაგრამ ნახეთ რა ხდება, ამან უცბად ააშენა სახლი. ძალიან მალე შენდება ამის სახლი. ეს კიდევ ძალიან წვალობს. მეზობლები ამბობენ რომ ალბათო კაი ხნის მერე ააშენებს, ალბათ ლუკა უკვე კარგი მოხუცი იქნება, შვილიშვილები ეყოლება, ეგრო სახლის შენებას დაამთავრებს. მაგრამ გაბრიელმა იცის სახარებიდან ასეთი სიტყვები, უფლის სიტყვებია რომ ვინცო ღვთის სიტყვას ისმენსო და ასრულებსო ღვთის სიტყვას, აი წაღან რაზეც ვილაპარაკეთ, რომ არ უნდა დააბეზღო და უნდა დაეხმარო, თუ ამას ისმენ და შენ ასრულებ, ესე იგი შენ კლდეზე აშენებ იმ სახლს. ოღონდ ეს კლდეზე აშენება ისეთივე რთულია, ის ქვა რო აღმართში აიტანო. ხო აკავშირებთ არა, პარალელები გაავლეთ. და ვინც ღვთის სიტყვას მოისმენს, მაგრამ არ შეასრულებს, ის სახლს აშენებს ქვიშაზე. შეიძლება უფრო მალე ააშენოს, გარეგნულად ადამიანი უფრო მალე დაემგვანოს, მორწმუნდეს, მაგრამ შინაგანად არ იყოს ეგეთი. მერე რა ხდება? გავიდა დრო, ამანაც როგორც იქნა ააშენა მყარი სახლი კლდეზე, გავიდა დრო და იყო აქ წყალდიდობა. წვიმა მოვიდა, ქარიშხალი იყო. რა დღეშია ლუკას სახლი? ეს კიცნიში არ ხდება, შენ ახეინათ იყავ. ეხ სხვა ლუკა. რა დღეშია ლუკას სახლი? წაიღო წყალი. აი ვინც მეტი იშრომა, იმის სახლი დარჩა. ანუ აქ რაზეა, იცით, ეს ჩვენა ვართ, ეს ანუ ადამიანი თუ ცდილობს რომ ღვთის სიტყვა შეასრულო, შენს ცხოვრებაში შეასრულო, არა? შენ უკვე განსაცდელის წინაშე მყარად გახარ. მე გაჩვენებთ ერთ პატარა ბიჭუნაზე ამბავს, მოგიყვებით. რომელიც ესე იგი გარეგნულად ჩანდა რომ ყოჩაღი იყო და ესეთი, მაგრამ მე განსაცდელის წინაშე რო გამოჩნდა რომ ცოტა გაუჭირდა. აი მაგალითად. ეხლა შეხედეთ. ბოლოს რა ხდება? აი გაბრიელმა თავის სახლში შეიფარა და უთხრა რომ მოდი ჩვენ ხო მეგობრები ვართ, ძმები ვართ, ერთად არ დავიზარდეთ. ხო და ერთად ვიცხოვროთ. განსაცდელის წინაშე მორწმუნე ადამიანი მტკიცე რჩება.